გამარჯობა, ტელეგურებს მაგაც და დღეს გვექნება 210-ის გაცოცხლების პირველი ეტაპი. ესე იგი, 210-ის გაცოცხლება დავიწყეთ და თან დავიწყეთ საკმაოდ უცნაური მეთოდით. წინასწარ დაგასპოილერებთ, რომ 210-ის ნაწილები დავაცალეთ თავის დროზე და GL-ის გაკეთება ვცადეთ მაგ ნაწილებით და სხვა შეერს გავაკეთეთ. აი ხოლო ეხლა 210-ის გაცოცხლებას რაც შეეხება, ჩაუჯექით და უყურეთ, როგორ დაიწყო ჩვენი კიდევ ერთი ატრაქციონი. აბა დადგა ნანატრი მომენტი. ვისთვის ალბათ იმისთვის ვინც 100,000 ამანქანას მოიგებს. და გამარჯობა აუდი. აღარ თამაშდება აუდი. სანასახი, კიდევით არის. არა, მიდი დას. დავაი დაუშვი. დავაი თუ არ გენანება, მიდი. აი მადრიაზე შევიდე. ეძებე ხამის ლაბავოი მე. აი! ბავშვი! რაც უნდა საბარგულით რატო აყენებს? რას აკეთებ? რას აკეთებ? ჰეი! რატო აკეთებ და რას აკეთებ? ჰა? დადი უკან. ეგარ, შო, კაი, გეხო. აკუმულატორი ყოლდა გადო. აი დედა, ამისია დაშვებული საბურავები? თუ მიწაშია პროსტა ჩასული. მეგონი არც წინ არ ერთენგო დაშვებული. ხო, დაშვებულია. კაი, ბოდიში. უბეძილა. ეხა უნდა ვნახოთ პირველ რიგში რულის ზამოკი მოხსნილი გვაქვს თუ არა. სპაიდერმენ. რამდენი ხანია არა. მოუკარები ვართ ამ საწყალს. კი, აქ არის. აღენია, ყველაფერი თავის ადგილზეა. ეს რა არის? ყველაფერი დავიკიდეთ. იდეაში ყველაფერი თავის ადგილზეა. ვა, ბზიკი? საღოლძვა. აი, ამის გასაღები წამოვიღეთ? გასაღები. რა მაგარი ხარ და. აქ სალონში რა გვაქვს ჩვენ ახლა საყიდელი? ეს მუხლების ის გვაქვს? მუხლების რა? აი ისა. რაც ეფარება. ბიჭო, თუ გვაქვს აქ იქნება. იქ არსად არ დავდები. არა. წინა სკამები გვინდა და აბიუკა გვინდა, მარჯვენა. ვაშეთ კი არ გვინდა? ამას წავიდე და აღვადგენინებ. რა? ტყავს გადავაკრევინებ. ხო, ეხლა იმის ჯანმრთელი ტყავის სიდენია სადვიჩალიჩო. პროსტა ვიქარ, პერფორმებულია თმანა, ხე? ხო, ეთქო გაგრილება აქვს. პროვოდები მაგარია. ის რატო დადგა? რა ხდება, ბაბო? ზიკები არიან, შეჩემ. სადარია, წეღან ვიყავი არავინ არის. შეაშინე მე, მაგის დედა. მიდი, ტერცე. თავს კარგად უმუშავია. მაგარი უმუშავია თან. მოდი მე რელეფს ჩავსვამ. მიდი. ეს ლოკალურად მოკრეფილი რელეები გაქვს, ხო? ეს GL0 დახვიდა. GL0 დახვიდა და დავაყენეთ და მე აქ რა ვქენით? იქით მიდი. 4-იანი აგერ. მაგრამ GL-ის ბიჭო ის იყო რა ქვია. როგორც მოსო სკელი რელეები დაუყენეთ, არა? თუ სკელები ვიყიდეთ ფერე. ხო, წვრილმა არ იმუშავა და სკელები ვიყიდეთ. ესენი გვაქვს წვრილი მინდა. არჩევით. როგორი გვინდა? სამიანი არა, 2-იანი გვინდა. ეს გვინდა. იმედია რომ მუშაობაზე მიკრული არ აქვს. იმედია. აკაცები მომიპარია. არ ვიცი მე ვიყავი თუ არა, მაგრამ. აბა სხვა ვინ ამოაცილდა ეხლა ამას რელეს შეჩე. კომპიუტერი თხელი აქვს თუ სკელი? სკელი კომპიუტერი. ხო, სკელია კი ბატონი. ეს ამდენი კომპიუტერი ისია, კაი, ეს გავია, ეს ESP-ა, ეს რაღაცა. კარობკა. კარობკა, აქ უყენია კარობის კომპი? მოგსვადი ხარ. მე ვიცი. იმე სალონში აქვს, რა ქვია. ცეკლას სალონში ქონდა. კაი, რაც არის ეგ არის. ბოქსამდე მისაყვანად საკმარისია. წელი აგდია. ორინალი არის. ბოლოს ეს მანქანა იყო დაქოქილი, სად იყო, რას ვაკეთებდით? კახეთის ჩელენჯზე იყო ბოლოს მეგონი. არ დაგვაუწყოთ, ჩვენი ერთის პარტნიორია Lion Auctions-ი. Lion Auctions-ზე შეგიძლიათ შეიძინოთ ავტომობილი ცოცხლად ყოველ შაბათს წეროვანში Lion-ის ავტოსადგომზე, ან ყოველ ხუთშაბათს ონლაინ შეგვიძლია გავიდოთ lionauctions.com-ზე. ასევე თუ რაიმე კითხვა გექნებათ, შეგიძლიათ საიტზე თავიდან ბოლომდე გადაათვალიეროთ და თითქმის სრული ინფორმაცია. თუ საიტზე რამე ინფორმაცია ვერ ვნახეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია დავრეკოთ PIPK 080-ზე და სრულიად გაგვარკვევენ თავიდან ბოლომდე, როგორ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, როგორ დავრეგისტრირდეთ, დებოზიტი როგორ დავდოთ. სხვათა შორის Lion Auctions-ზე ჩვენ უკვე შევიძინეთ ავტომობილი და ახლო მომავალში, ანუ შემდეგ რამდენიმე ვიდეოში გამოჩნდება რა ავტომობილი შევიძინეთ, როგორ გავაკეთეთ და რა გამოგვივიდა. მინდა გითხრათ წინასწარ ცოტა დაგასპოილეროთ, რომ ძალიან კარგი ავტომობილი ვიყიდეთ, ძალიან კარგ ფასად და ყველა ერთად ნახავთ რა ვიყიდეთ. თითქმის გაკეთებული ეგ ავტომობილი დასრულებულია თქვენ როცა ამ ვიდეოს უყურებთ. აი ეს რელე კიდე აკლია, ოღონდ ის აშკარად. ის ხო, ის აშკარად ის არის, რა ქვია.
დროებით იყოს და არა ცოტა უშლის მაგრამ რო შევიყვანთ მე ყველაფერს გავაკეთებთ ესეც დაბლა ჩამოგდებულია მე მგონი ბოქსამდე აიტანს მე ვჯდები საჭესთან აი თუ მე და მე გადაგიღებ ой აი წევიჩა დღეიდან მე ოპერატორი ვარ ოპერატორი სოსო მაინც საყიდელია დროებით ჩატენე რომ იქნება ბიჭო აქ დიდი აკუმულატორი არის დო დიდი საბარატო ვერდებს მოკვდა გაცოცხლდა მოკვდა ეხლა ცოტა გააფართხალებს და ჩაჯდება აკუმულატორი ვიდეოში ვიღებ პაპა როგორ აფუჭებს თლიან ელექტროობას გაცოცხლდა გადავკრა ეხლა დაიწყო რატო უნდა იქოქოს დავი გადაკარი ბუსკაჩი არა რატო არ უნდა იქ ზადნიში ხო არა გაქ რომელიმე სისტემაში ზადნიში რო ვა დაჟ დორმუზიც არა არა ნეტა რა ვქენით ეგეს რო გამოგზავნებს რომელიღაც რელი არ მუშაობს თვითო ესენი ცანცაა კვება არ გვაქვს ესიერი ესე იგი კვებაში გვიჭირს მაგრად ეს ამდენი პლუსები დამატებითი რა აქვს მეტა გაყვანილი არ უთყავს ხო სტარტერს ნეტა რომელი რელი გვაქვს სიობა დაყენებული აქეთ თუ იქით აქეთ იქნება აი ეს იქნება უეჭველი იმიტომ რომ აი ეს არის სტარტერი აი სტარტერი სპორტო აი ეს კაბელია ბიჭო კი შეგვილია მაგრამ მოდი ჯერ სხვა რელი მათხოვე აბა რაღაცა გათიშა აშკარად ეხა ჩართული იყო რაღაც და გათიშა ყოველ შემთხვევაში აბა დაარტყი პუსკაჩი თუ დაატრიალა ეს ჩაირთო რელი არა ხო კაი გათიშე აიცადე იყავს ეგრე აბა მიდი ესეც მიიკრა ანუ რელეს ორივეს იკრავს აბა კიდე ერთ წავს გათიშე და მიდი აი პატარა რელეს ჩუსტო არა აქვს რისია არ ვიცი გვაქვს თუ სამფეხებია ეს სამიანია ესეჩო იქ რამდენიანი ის ორიანი გვინდა ესეც ორიანია ხო მესამე და მეხუთე პინი არის ანუ ამ ორ საერთებს ერთმანეთში რისირელია ჩორტიო მაუზრაეთ ხე ეს ფიუსი არ გვინდა რელი უფრო საინტერესოა რისი რა არის აქ ანუ ამ წვანებს იქრავს ორივეს ხო ამაზე ჩუსტო არა კი გაგზავნო კი არა კაღი არა ამ რელეზე ვაფშე გზნობა არა აქ იქით არელეს ჩაირთო აქეთაც ანუ ამის გარდა ყველა ცოცხალია და ესეთი რელეს სხვაც არ უყენია რომ გადმოუტანოთ ამას რო ფეხი მოვაჭრეთ მაგას უყურებდი სქემაზე და შევიდა სქემაზე იგივეა კი მეოთხეს რო გავ მეოთხე ხო შუაა ხო კი სქემა იგივეა შეგვიძლია ცოდოთ მაგრამ აი კრიტი გინდა მოჭრა ეხლა ოკეი ატეხაო გასაღებებს რო ვერ კითხავდეს ზამოქს არ გააღებ რულის ჩამკეტი შეიძლება ბლოკავდეს ღია აქ ოკეი გამონძვრალი ხო არ გვაქვს შტეკერი არ ვიცი მაგრამ თუ აღებს არ არის ამონძვრალი პულისაზე რაღაცებს რო ჩალიჩობ პულისაზე რაღაც ჩალიჩობდით იმაზე რო გადაგქონდათ რაღაც უცეთ არა შეიძლება თუ ამონძვრალია კულისა არ დაიქოგოს პარკინგი თუ ვერ დაინახა წესით არ დაიქოგება ალბათ არა არ მოგვიხსნია აშკარად და შესაბამისად გამოგებული ხო შესაბამისად შევშვით სადმე რამე კიდე ხო არ მოაცალია აბა გაიხსენე მეტი არც არაფერი არ აქვს რავი რა გვერდებიდან შეიძლება არ ვიცი რა ხელები აქვს ხელი არ მომიწია კიდე რამე რელი ხო არა აქვს ეს აშკარად თან ირთვება просто აქ სილავოი რელი ხო არ უნდა კონდეს მაგრამ არა სილავოი აქ არ ჩავა წესით ეს ზომაა 40 ამპერიანი აქ არ წავა შესაბამისად რელი ეგ არის გასაღები ეგ არის ყველაფერი ეგ არის მოდი ჩავშორთოთ ამის დედაც ხო ჩასვიო აი სერია მოიღე რა მექნა რა ოკეი მოიცადე ერთს ვეუგზავნოთ თითქოს არაფერს არ შვი მიდი აბა სადე თვითონ სტარტერს ხო არა გადებული მაგრამ არა ურტყავდეს სტარტერს საიდანვე სტარტერს პირდაპირ სამ ბლოკიდან ურტყავს კაი პატარა კაბელი მინდა რა და დავშორთავ ამის დედაც ვატირე რა აქ რამე კაბელს ხო ვერ ხედავ მანქანაში რამე პატარა არ არის აბა დაასიგნალე ერთი კაი ხო სიგნალი არის აი ეს რა ნუ იყო საშუალება. შენ უეჭველი იცი ამას კონდიციონერი უნდა კონდეს? სად რა უყენი? კომპრესორი? ხო, კი აგეთ როკევიც ვიპოვე. კი, აქ, ბოდიშით. მე შევსწდი. გასაღები ამისი რო არ იყოს არ უნდა არა, შანსი არ არის. არა, გასაღებს ცნობს. გასაღებს ცნობს, რულის ჩამკეტს გვიხსნის. კი ბატონო. სტარტერს არ გვიხსნის. ანუ ინსტეითამდე მიდის რომ ზამოქსაც გვიღებს. ზამოქსაც აღებ. კაი, პატარა შორტი გვინდა, მაშინ კაბელი გვინდა რა. და დაუშორთოთ და просто რატო არ დატრიალებს მე მაგას ვერ ხვდები რა ამოვაცალეთ და მაგისთან. ტუტურე. საიდისო გააზრდა.
და ცალი მხარე გავწკვნილი გაქვს. აგერ მთავარი პლუსი ხედავ, ეს უნდა იყოს წითელი კაბელი და სქელი, ეგ იქნება და ეს კიდე სტარტერია. აი, აბა ერთსა შენ გათიშე და გააღე და სტარტერის დარტყმას სადე. არა, რაღაცა არ ირთვება, რა არ ირთვება, ეხლა მიდი და გაიგე. რა მოვკალით. ამ პერიოდის განმავლობაში რა შეიძლებოდა რომ თავისით მომკვდარიყო. სტარტერი გვიმუშა. კი, ძრავის ტრიალებს. დასოსის ხმა არ გისმის. კი ბატონო. იქ ბაგაჟში კი არა, აკუმულატორთან ხო არა აქ რამე. კი, რაღაცები აქვს. რელეები? კი, რელეები ცალი აქვს. უყენია? კი. აბა გასაღები მათხოვე, ბაგრელეს თითი დაადე და რას იზავს ნახე. რამე სეკრეტი ხო არა აქ ამდედა ძაღლს. პირველი თაობის უკანა სამბლოკია? ეს რელე მკვდარია. რა იცი რომ მკვდარია? ანუ არ მუშაობს რა. ხო ვიცით რომ ამის ისე მუშაობს. გაჩაუსვავ ამის. ესთან ნახე ახალი რელია რაღაცა. ბოსდო? აჰა, ბოსდო რელი გამომართვი. ბოსდო? ბიჭო, რა მაინტერესებს? პარკინგს იქ არ უნდა წერდეს პრიბორკაზე ნეტა? ეს ხო ისა ძველია, შეიძლება წერს და აღარ ჩანს. ავიდან ტესტერი მოვიტანა და ვეძებო. ნახე ხა, ჩვენ ვიცით რომ მოიცა ეს ვენტილატორიდან რელი შენ მოაძრე? ოკეი. მეორეც მოვა. არა, რას მოგცემს რომელი დაიბრიდა? ანუ ვაი და ეს დაიბრიდა ამის მაგალითად ჩავს. არა, ეგ ეს მკვდარი და ის მკვდარი არ მჯერა. ეს რელი ვიცით რომ ირთვება. ბიჭო, რამდენად არის შანსი რომ გაზის კომპიუტერი რამეს გვიბლოკავდეს? რა აქვს დაერთებული შორტი მომზრაეთ. ინჟექტორები აქვს. და ეს მესამე გაზის ხო არ არის შემთხვევით ჯიგარო. აი ესა. შტეკერით გავს. შტეკერით გავს და ჩატენილია ჩაკვეხებული. იქ გაზის კროპკაზე რა ხდება? ანთებს? კი, გაზის კი. და ტრიპინებს კიდევ. არ ტრიპინებს ეგ კაც, მაგიტახონი. ნახე, ანუ კროპკის გათიშვა რაღაცა ხო არ ვცადოთ. დიდი ხანი დავეტინა და უკვე და რაღაცები. ხო, ანუ ის არის რა ქვია, არა, პირიქით გაზის ჩართვა კი არა. გააღეზამო კი გაზის გამორთვა ვცადოთ. გაზი გამორთვა. ეხა ბენზინზეა არაფერი. ხო, ბენზინზეა, კაი. ეს გაზია, არაფერი. ანუ ბენზინს ხო არ გვითიშავს თქო ეგ რავი რა. ბენზინს ეგ არ გვითიშავს. და ეხა ნახოთ ლოგიკა მაშინ ამის დაკოქვის, მაგრამ ამის დაკოქვის ლოგიკის ზევნა არ იქნება ადვილი საქმე. ეკოზე ყובה მოდის თუ არა, არც ეგ არ ვიცით. მან პრიბორკაზე ჩეკი რამე გამოაქვს? აბა რო ტიაწია რო ხავდა? აბა მოდი უყურე ერთსავს. კაი შენიშნო იყო ბაბა ყოჩახ. ეხლა შემიძლია ერთი პრიკოლი გითხრა. არაფერი არ მიქნია, ჩვენი ცისად შევცდით. ამას ბენზონასოსი ხო გარი აქვს, ქვევიდან უყენია. ხმარო არ გვესმოდა, ჩავთვალეთ რომ ბენზონასოსი არ მუშაობდა. ბენზონასოსი თავიდანვე მუშაობდა, უბრალოდ ძრავილო ტრიალებს მაშინ მოაქვს ამის ბენზონასოს. და 2 წლის ნადგომი მაგარამ თლიანი რეიკა დაცლილი ქონდა ვაფშე. აი, მაინც შემდეგ იკითხვა, სტარტერი რატო არ ტრიალებს? ჰიდრავლიკა? არა გვაქვს? დაბურავები გაქვს დაშვებული რა ხალხს. შო, კაი. მოდი ახლა ჩააქრე. წყალი არ გვისხია. საბურავები დავბეროთ. თუ დაშვებული წავიყვანოთ. აი, მაშინ დავბეროთ რა. არა მგონია რა მეკნას. კაი, მივაგნებ რა მაგის ეს რა ქვია სტარტერის რელეს ახლა რამენაირად. თუ არ და დაუყენო შეჩემს სპორტული. დიდი. რა და პუსკაჩი დაუყენო? ხო, ისა რა ის. კაც. კაი, მერსედესი ესე იგი ეგრეა და არ კვდება, ხო? მართლა ეგრეა და შეხედე რა ხდება. 2 წელია ბალახში დგას მანქანა და პროსტა სტარტერის დარტყმას გადაეჩვია. მეტი პრობლემა არა აქვს, ხო, დაავიწყდა, რომ სტარტერი აქვს. სტარტერის რელეზე აქვს, ხო? არა. ოღონდ რომელია სტარტერის რელი არც არ ვიცით. სტარტერის კაბელი პლუსთან პირდაპირ. პროსტა სტარტერი დააბერე. ოღონდ ეს გაიზრდებოდეს და მეტი არ მინდა არაფერი რა. სანამ ბოლში შევიღოთ უეჭველი უნდა ჩავრეცხოთ. და ერთი სული მაქვს აი გაზის დაშლას როდის მივერდება. აი პრაუტკას და ინჟექტორებს რო ამოფუტკნი აქედან. რა ძაღლია პროსტა რა.
გამოიწე ამ მოსწევს ეგ. შენ თვითონ მიხური მანქანი ჩეჩე. გადი სწორად რა თუ გინდა კარიმის მოხულა. ეს დაბერი. მოიცა? ისე ცოტა ის არის, რა ქვია, მოსათიბია და ხო არ შემოგიშვა. არა. ძადო. ძადო. კაცი ბაო? იდი ძმო. მაცი ვარია შენ ძმობას მოცო. მართლა რა კარგად იხურება. ზამოკი ღია გაქვს. კაცი შედა გააღიახინა. გამოაძრე? ნეტა ეხლა რა მოელანდა ამჯერად. თენგიზ. ნახე რა ქენი? გათიშე, გააღე და სტარტის პოზიციაში გადაიყვანე და მაშინ დავარტყავ მე. მითხარი? რა მოელანდა, კაცო, 2 წამისი ხო დავქოქეთ. ვერ არის ეს მანქანა კარგად. აბა, თენგიზ იგივე უნდა ვქნათ. დავაი. აბა გაზი მიერთი. არც ცდილობს დაჟე. გაზის манипуляციების მერე ხო არ ქნა რამე. ის გაზთან რო რაღაცები მაიმუნეთ. და გაგრას მაგის მერე დავქოქეთ. ვაფშე? ზამოკი ღია და ეკუდარია? კარგი. ვა, კაი. დაუშვათ. არა, აქედანვე უნდა მოსულიყო მაშინ აზრზე. არ ბენზინზე როა იმას ხომ მაინც უნდა ანთებდეს. კაი, რა გინდა მაგისგან ახლა ბენზინი არის ხო იცია რა. არის რო. მიდი ნახე. არის ხო. თენგიზავა დააკვირდი. არის. არიო. არაფერი არ ხდება. ვა. წერა ხო ანთებ, ხო? კი, კაცო, რაღაცები მიმაიმუნეთ ზედ. აბა პროსტა გაზია, გაზგონია, პროსტა გაამოძრავ კაბელი. ვაი, ვავარდღალავე წერან უკვე. იდე ვიზავ. დავატრიალებინო? ვიცი რა ქოქავდი ანთებდა? ზამოკი ღია გაქვს? რა? ესე მაქსიმუმ სტარტერი გავაფუჭოთ, მეც ვერაფერს ვერ ვიზეთ. დაატრიალე. ხო? ბენზინზე გადავიყვანე. მანამდე გაზზე იყო? მანდ ყველაფერი ანთო, რომ დავაჭირი ბენზინზე გადავიყვანე. ნახე ხა მე რა მაინტერესებს გაზის ეკო ვაფშე რომ ჩავხსნა რა. უეჭველი? რატო არ დაიხსნა? ხო, იმპულსები აქვს სავარაუდოდ გადმოყვანილი და იმიტომ. ხო, გაზის კომბის გაცოცხლების გარეშე არ დაიქოქება შანსი არ არის. ეხლა მე რაც აქ შევხედე, იმპულსი მოდის გაზის კომბში და მე ბრუნდება რა ჩაირთო? გაზი ჩაირთო? მაშინ შეიძლება აქ იყოს შეფე. აი, მაცოდე, ღია გაქვს? ბენზონასოსი ჩაირთო? კაი, ზამოკი გამით შეგამიღე. გაკ. კაი, ზამოკი გამოაძრე. ის ჩაქრა ისე, ხო? შეარჩე? ჩართულია. ანუ აქედან მე უთიშავ კვებას გაზის კომს და ურთავ. ეხლა კვება ჩაურთე მე. ოღონდ ის ანთია? და არც რეაგირებს. ზამოკი ღია გაქვს. კაი. ანუ რეალურად გაზის კომბი არ გვაქოქინებს ეხლა ეგრე გამოდის. არა, სტარტერსა თუ არ გვარტყევინებს. გაზის კომბი დავარესტარტეთ ჩვენ ფაქტობრივად. ძალიან უცნაური საქმეა შემოძმო. კაი, აბა სტარტერის პოზიციიდან ვცადოთ რა.
არა, აქამდე დაიქოქებოდა. გამიღე ზამოკი კიდე ერთხელ გამოაძრე და შეარჭე და ისე. კულისა ხო არა გქონდა სადმე გადატანილი. ბიჭო, ძალიან მიქვის რა, წეღან დაიქოქა, ეხლა არ იქოქება რა, ანუ რა ფენომენთან გვაქვს საქმე. არაფერი არ შეგვიძლია საბურავები დავბერეთ ვასპერი. წაგვეყარა დაფუშული. ეხლა ისი რა ჭირდება ამ საქმეს? ფანრის მოტანა და სიგარეტის მოწევა. სიგარეტს მე მოწევ. ოპა, შული დაჭვა. სად? აქ 30-ია. რა გავაკეთეთ? ეს ჩავშვი, ამის ვაგებთ. რო დროთა ჩასვი ეგ მაგის მაგივრად. მოინტერესებდა ეგ მუშა იყო თუ რა. აკტერსებდა რა მოხდა. ხო არა ეს 5 წვერიანია შეჭი. ისიც. ეს 5-იანი. ამოიღება. ვა. მოტორიანი ხო? და ჩასვიდა მწველი დაწვა რომელი? ნეტა რა გვაქვს ამაზე დაერთებული. ეხლა გაიგე ეს რის სქემაა და რა მოკლა ეს მწველი. გავარჯო. რომელი მწველი იყო? აი. აბანო ესა? ნეტა რიცხვია 45. ერთგან ფოშერ სისტემა. აი, დიდათ არ მაინტერესებს, ფარვის გარიცხავს თუ არა. 15 არსად შეიძლება ეგ რაღაცა მოკლეზეა დაგდებული პირდაპირ. შეიძლება. ეს ერთი მკვდარი მცველი ვიპოვე აქ. კი, რამდენიანი? 15-იანი. 10-იანი წავა. წავიყვანთ. ეს 10-იანის დამწვარი. მე მგონი მცველები უნდა გამოვიტანოთ ბოქსიდან. ეს ერთი ვიპოვეთ. ღია გქონდა ხო ზამოკი? არა. გამიღე. აი ეს 40-იანი რადოს უნდა ცოცხლდებოდეს ნეტა. ხო, აქ ვიცით რომ მოდის. აი, მოდი ამაკეთ ვნახავ ხა რა ხდება. და დავცვალოთ რაც დასაცვლელია ყველაფერი. ღია გქონდა ხო? ტაქს, მე-9 გავარკვიოთ მე რა არის. ვაფშე არაფერი არ ხდება მე-9-ზე. Steering lock. კაი, კიდია. კიდია რა? ვითომ? ხო იღება ის steering lock-ი და. Steering lock-ი იღება. კაი, რეალურად აქეთ ყველაფერი სოცხალია იმ რაღაც 10-იანის გარდა შენ სიძახთი? 15-ია. ეგ 10-იანი აქვს. ახალი გაქვს? არა, იქიდან რაც ამბობ. ხო, ანუ 10-იანი კიდე 15-იანი. აგირები. ის 30-იანს დავიკიდებდი მე, იმიტომ რომ თუ ვიცით რომ იმისი რა ქვია. აი, ჩასვიდა, თუ გაწყვიდა, გაწყვიდა მანდ. მოდი ერთ წამით შემახელია. აჰა. ეს 10-იანი ის და რაღაცა ყლევ. აი ესე. აი ესე ის და. პროსა ხო არ ეგდო. ხო, მე მგონი პროსა ეგდო. რამე პინებს ხედავ ქვევით, მან? და მოგიდო. აი, თუ არ არის, მაშინ ტყუილად იყო. ხედე? ო, აქ პინები არა. ამებში არ არის. აი, ესე იგი ტყუილად იდო. აბა სადეთ ენგიზერთი. არაფერი არ ხდება. აბა ეხაცა. კაი, ზამოკი დამიჭირი, აბა ღია. ეხა აბაროც განახებს? არა? ანუ ეკუდან არ მოდის სიგნალი, ეკუ არ ცოცხლდება, ვითო? აბა დაიჭირე ეს კამერა. ძრავის კომზე ყოლა მოდიოდა. იმიტომ რომ გავთიშე და ის რაღაცას გათიშა. ჩართე და ის რაღაცას ჩართო. ეს რა არის ნეტა ჩართული? დროსელი თუ ხომსაურო. ო, აი გათიშე. ხო გეუნებოდი ბიჭო დროსელია მე. არა ურო იწო. აბა გამიღე ზამოკი. გათიშე და გააღე. დროსელის ხმარა თუ აღარ გვესმის. აბა დავაი. წავიდა. გავწიო. კაიცალი. ფაიცა დროსელიცაც წავიდა. გათიშე ბავში გამოაძრე გასაღები ხო ეს. აბა გააღე. თუ დაქოქო? აბა სადი დაქოქო. პარკინგში გადაიტანე რა. ტორმუზეც გიდგას. აბა ვქოქავ. რა? ვარდი ისევ არ გაქვს. დავიჯერო კაინვარის სენსორი შეიძლება მკვდარი იყოს? და ერთ მომენტში გასოცხლდა? და ამის დიაგნოსტიკაც არ გვაქვს, ხო? ადაპტერი უნდა ვიპოვოთ ახლა. აი სირობაში ჩავждეთ. ნახოთ დიაგნოსტიკაში რა ხდება. წავედით საწყობს თენგის. იცი რომელი ყუთი უნდა ვიპოვოთ? წამო. წავედით საწყოში ვეძებთ ყუთს. ესე იგი ეს უნდა მიდიოდეს აქ. და ეს უნდა ეშდებოდეს აქ. იმედი ამას დამატებით ყვება რაღაცები არ დაჭირდება. დაგვაღამდა.
დაშვებული სა. რას წარმოვიდგენდი რომ მე ვერ აღარ დაიქოქებოდა. მიდი რა შედეგი ხაწები. თანხ. რაღაცა ხდება. ხო, რაღაცა ინფორმაცია სulis on. რას იღებს და რას გასცემს შორტივა მომუზრეთ. ოპა, შევიდით. ეხლა წავშლი პროსტა შეստომებს. გამოგიგეთში. არ მევიზა. მოიცადე იყავ შენ. რა დაგვრჩენე და აქტუალურში. ოპა, ყველაფერი დაგვრჩა. არაფერი არ წაშალა. კაი, ახლიდან ვცადოთ. კაი, წავედით ჩავამოკლოთ და ვნახოთ აბაროს თუ ხედავთ. მაგრამ აი ეს დროსელი ისე წაკვტარო. თენგიზა მაანათე თორე რაღაცა სხვა ჩავამოკლებ მე. აბაროდი გვაქვს. კალენვალი მუშაობს ესე. კაი, აბაროდი გვაქვს. Safety fuel shut-off-ში რა ხდება? Safety fuel shut-off-ი არის on-ზე? ეს რატოა? On-ზე. Safety fuel shut-off-ი რა არის ვაფშე? კაი, ძრავის ტემპერატურას ხედავთ, ყველაფერს ხედავთ. მანქანას ვერ გუკავთ და შესაბამისად რეალურად ვერ ვშლით. აბა fuel pump-ი ნახოთ. Start engine. ძრავით დაგუქი რაღაც ვინმე შენდა ხოლმე. კაროჩე, ნახე, ეკუში შევდივართ. ცოცხალი. ბრუნებსაც ხედავთ, ან ძრავის მხარესაც ეკუ რაღაცებს ხედავს. დროსელი იმენა მოგვიკვდა, ძრობა არ აქვს საერთოდ. კაი, ეხლა ნახე მე ესეთი ვერსია მაქვს. ჩვენ ამას რამე რო იყოს თუ გახსოვს შენ. რადიატორი თავის ადგილზე რო დგება, ვენტილატორი აღარ ეტევა, ხო? ამისი? ხო. ანუ მუფტას არ გულისხმობ, ჩვეულებრივი ვენტილატორი. რას გვიყენებ? ხო. როგორ ერთო? შენ დავხარით პროსტა. ბავშვებმა თავის ვენტილატორები ყველა წაიღეს. მერსედეს რაღაც ვენტილატორი ხო გვეგდო აქვს. PWM-იანი. ეგეთი აღსანით იმას? ეგ არა. აი იმას რო ვაწყობდით რა. აგერ შიგნით გვაქვს ერთი წითელი, Mazda-ის შენ. არა, შავი დიდი რო იყო რა. თავის რელეზე დრო აქვს. მაშინ იქ იქნება. ან ნახე ეს ვენტილატორები უნდა დავაყენოთ მაშინ, მაგრამ თუ დგება და ეტევა, იყოს და იდგეს ესენი, რა პრობლემაა ვერ მიხვდი. პროსტ შენ დავხარეთ და მეტი ვეღარ ხრით პროსტა, ანუ ეგ პრობლემაა. ხო. სწორად დგება ჩვეულებრივ. მეტის დახრა არაფერში არ გჭირდება ვაფშე. აცი დახრა არაფერში არ გჭირდება. ოკეი. დადგება და დადგება. ხო, ყველაფერი თავის ადგილას უნდა ავაწყოთ. კაი, მაშინ ახე ხვალე მივდივართ, ყიდულობთ ამის რადიატორს, ყიდულობთ იმის აქ კონდიციონერის რადიატორს, ტრუკები ხო აქვს. ხო არ მოგვიხსნია არაფერი მანდ. არ მოუჭრიდით ჩვენ ახლა. ეგეთი ვანდალებიც არა ვართ. ეგ რა ჩავარდა? არა უშავს? ხო, არ მახსენდება არც მე არაფერი. აი იქიდან ჩამოდის ერთი ტრუკა და მეორე არ ვიცი სად არის. ეხლა ჩვენ რეალურად გვჭირდება ხვალე ამ მანქანაზე რომ იაროს, მდგომარეობამდე რომ მივიყვანოთ, რომ იმის გარდა რომ გავარკვევთ. რა ჯანდაბა უნდა? და რადიატორები ორივე რა ბარე. თავის სამაგრებიან ყველაფრიანად. ხო, ყველაფერი აწობილი. რადიატორს დავაყენებ და შე. ხო, ელექტროობის გადაწყობა სავარაუდოდ მოგვიწევს. კონდიციონერმა რომ იმუშაოს, ეს ხო ჩვენ რელებზე ვიყენია. სანამ წყალი არ გათბება, მანამდე ეს არ ჩაირთვება. ამას ეხლა ვნახავ სქემაში კონდიციონერი როგორი უნდა ეყენოს. ეხლა ჩავждები რეიტოქში. სქემაში თუ კონდიციონერის ვენტილატორი PWM-ზე აქვს და კომპს PWM-ის მართვა აქვს. მაშინ მაგ შემთხვევაში დავითხრევ იმას, რა ქვია, C-კლას რო რელე უყენია გვერდზე. ხო, კრილოში რაც უყენია რა PWM-ი. ხო და ნახე, ყובה ყველაფერი მოყვანილი გვაქვს მაინც ამ რადიატორისთვის რა, ამ ვენტილატორისთვის. და იმ PWM-ზე ავაწყობ ამ ვენტილატორებს, რომ კონდიციონერს როცა ჩართავ და დაჭირდება, ამ ვენტილატორებს დაატრიალებს პირდაპირ რა. და ამ ჩვენ რელეების სისტემას, რაც ჩვენ ქონდა აწყობილი რაღაცა კალხოზი, მაგასაც გავაუქმოთ. ეგ აღარ დაგჭირდება. ეხლა ნახე, აქტუალურში რას მიწერს, ეგენი მაინტერესებს. Fault in DAS to engine control module, კაი, ეგ გავიგე. ქანი, stop lamp switch-ი, ლაგუშკა მკვდარი? მკვდარი ლაგუშკის გამო შეიძლება არ იქოქებოდეს? ტორმოს რო ვერ ხვდება? უეჭველი იცი? ან ტორმოზის გარეშე უნდა იქოქებოდეს? კაცი იქოქებოდა, ემერიც იქოქებოდა, ლაგუშკა გამოუძრაეს. პროსტა ABS ბას და რაღაცებს წერს. ოკეი, კაი. Actual value potential შენ იმას ქნა გავაცოცხლე. ორი პინი აქვს უ? ორი არა სამი. ანუ ხელით გასაცხოვას ნიშნავს გააკეთო? ხო, თითქოს ვიხარ. არა. და ჯერ ერთი ტორმოზე გიდგას, იმიტომ რომ ვიგნებს ანთებს. ანთებს სტოპებს? მაშინ შეცდომაში ატომაკ. პოტენციომეტრს ვერ ხედავს, სავარაუდოდ დროსელის პოტენციომეტრი იგულისხმება ალბათ. მეტი ამას არსად არ აქვს. Coolant temperature sensori ქონდა დამახსოვრებულში, intake air temperature აქვს და აქტუატორი M33. M33 რატომ მახსოვს, რომ სტარტერი უნდა იყოს? ან სტარტერია, ან რომელიღაცა, ან მოტორ 33, ან პომპა, აი ეს ჰაერის, ან რაღაც ეგეთია რა. ან ჯანიანი ის არის. კაი, ეხლა მე ამას წავალ, სქემაში ჩავждები. როგორ გავაცოცხლო მოვიფიქრებ.
ხო, და დაგიბრუნდებით რეალურად ჩვენ დაბრუნდებით ხვალ შევიყვანთ ამ მანქანას. დღეს ხამე შემყვანი არსა და აღარ ვარ. ხეროს გადაღებიდან მოდივარ და ისედაც ვერ ვარ თვათ ხოთზე დაღლილი ვარ ძალიან. ხვალე შევიყვანთ და თან ხვალებარი ნაწილებს ვიყიდი და ისე ჩამოვალ და ისე შევიყვან რა. პირდაპირ გამზადებულზე. და ავაწყობთ ხვალე. ოკეი, მოგეთ თქვენთვის რამდენიმე წუთში ჩვენთვის ხვალე. როგორც ხდება ხოლმე. Yes. ხმარო არა გვაქვს. თან გაზაობის ხმარო ისმის უკვე. მიდე კაცო იქნება რაღაცა იქნება. ესე იგი 200-ის გაკეთება ყოველს გამომდის კაპიტალურად რა. კაპიტალურად რა როგორც წესია ისე გაკეთება გამომდის ეხლა დაჟეებს რადიატორის სამაგრი ალბათ გემახსოვრებათ რაც ავაწყე და მაგასაც ვცვლი და წესიერ სამაგრს უკეთებთ როგორც 200-ს უნდა გქონდეს კარტულად. რადიატორი, კონდიციონერის რადიატორი, შემშემი კოლექტორი, იმიტომ რომ გაზის გამო დახვრეტილია და მიდის სადაც უნდა წავიდეს. დროსელი არ ვიცი დამჭირდება თუ არა, იმიტომ რომ აქამდე კაცში ნახავდით რომ გუშინ ქოქვისას რო ეწვალებოდი დროსელი მოკდა გაქრა და დროსელი მოკდა თუ კომპიუტერი მოკდა თუ რა მოკდა ჯერ არ ვიცი, მაგრამ ნუ მაგას ყველა შემთხვევაში გავიგებ. ამას მაინც ვიდულობ რელეების იმის რა ქვია წინა ეგრეთ წოდებული პირველი თაობის სამ ბლოკს PVM-ი რომ გაგრძელებამ ადამიანურად იმუშაოს როგორც წესია და კომპიუტერმა მართოს თავიდან მომდე ეს მუხლების აბინკა საწავია არ დაიყენა მაგას თიმოკია ის არ ქონდა მაგრამ ეკენა უჩერდიც და საწავია წარმოგვიდგენა არ მაქვს ეს არის რა ქვია თემქაზე ვარ დაშლებში წინაზე მაზდას რო ვაწყობდი თუ გავსოთ ეს რო გავცვალე კარტერი თავის ზეცნასოსიანად მაშინ მოვაგინე შემთხვევით ამ ადგილს და აღმოჩნდა რომ ძალიან დიდი დაშლები აქვს Mercedes-ის თუ იმის დაგჭირდება თან ნომერი არ წერია კარტში აგენ ნომერს გადავუღებ აგენ არ უნდა ვიცით, კარგი ნომერი წერია პირდაპირ თუ იმას არ გაჩნდა Mercedes-ის. საიდან სადამდე შევიდეთ? ანუ რა წერია ყველაფერში? კი, დაახლოებით 95-დან 2000. ანუ 222, 210 ყველაფერი რა? 210, 211, 212, 204. ოკეი. ეს ყველა უნდა. 205-მდე. ხო, 205, 222-მდე. ძალიან კარგი. მოგეთ ეხლა ამ ნაწილებს ჩავყრით და წავედით დავიწყეთ აწყობა. ტაქს. აი პაპო, კარგი რა. ესე იგი, მე მაქვს ახალი თეორია. ნახე აქ. მესამე პინი არის 30-იანი, მეხუთე პინი არის 87. მესამე, მეხუთე. ახე, ეგ არის არეულია შეჩემა. ხო. მესამე მეხუთეა და აქ ეს არის. პირიქით არის, ხო, ოკეი. ანუ ჩემი თეორიაც 3-დე მართალი აღმოჩნდა. რომ პირველად აღმოვაჩინე რომ რელეებში მეც პირველად აღმოჩენე რომ თელ ცხოვრება მეგონა რომ ყველა რელეს რასპინოკა ერთნაირი ქონდა. მაგრამ როგორც ჩანს განსხვავდება და მაგიტომ ვერ ქოქავდით ის როგორ დავქოქეთ ერთხელ ძალით. რა დაიდა დავქოქეთ გუშინს. ხო დავქოქეთ აშკარად. ფაქტია რომ დაიქოქა. კი, ხო და ანუ გუშინ არასწორად ვაერთებდით ყველაფერს. ესეც ბერესია. და შესაბამისად მე ხო გეუნებოდ ხო და სხვა რა. შეიძლება ის შეიძლება ცხენი იყავით. ეს არის? შეიძლება ცხენი იყავით. ხო, ნახე 30-97-ია და იქ 30-97 გვერდებში აქ. მაგიტო იყო გუშინ ეს რა ქვია, სუ იხსნებოდა რა. ოღონდ კიდევ კაი რომ რასპინოკა ისე ემთხვეოდა რომ არ ურტყავდა. ცხელია შეჩემ. ეს ჩართული იყო. აბა მიდი. აბა თუ დაიქოქება. ორი წამის წინ გასაღები თან მქონდა. აქ ვერ დააგდებდი. მოკო. უბრალოდ ბევრი გასაღები. აბა დავიდა. ბატერია. სამდე მართალი ვარ, რაც იცის. არა და დღეს დაგვემართა ესეთი რაღაც. ეს ყველა ნაწილი რომ ვიყიდე წენა რაც ნახეთ ვიდეოში. ეგ ნაწილები რომ შევიძინე და წამოვედით დაახლოებით 1-5 კილომეტრი ხო და გავლილი. რომ გზაში მოვიფიქრე უეჭველი რელეშია პრობლემა და წავა მიტრიალეთ რელეები გამოვართვა თქო და ძალიან სწორი გადაწყვეტილება ყოფილა მიტრიალება და რელეების გამორთმევა. კაი, ამას მე დავალაგებთ. ეხლა მთავარია რომ მივაგოროთ იქამდე. ტაქს, ესე იგი Mercedes-ის დაიქოქა. ოიძახთით Mercedes-ი ეგრე არ ყოდება. ეხლა დავიწყეთ. გაკეთების დრო. პაპო! დეგენერატია იმენა, დეგენერატი ქვია ამას. ის იმას უყურე იმას.
ისი არის ჩავშდა რომ ვეღარ ამოდის. რადიატორი საერთოდ არ არის დაბლა მოხრიალებული, ხო? თავამაც შეგიძლია ჩააქრო? რა თქმა უნდა. ესე კარგად დააფარე ხუფებით მოძგავს თორე შეიძლება და პარკი უნდა წამოვაცოთ იმ აერის ფილტრს. არა. იორკაც წამოიღე რა. კარგია ხანდახან რომ დავფიქრდები ხოლმე რაღაცეებზე. არა, ძმო, მე იმენა არასდროს არ მომი. არც მე აზრად არ მომივიდო და ვაფშე, პროსტა, ანუ გზაში დავფიქრდი რომ გუშინ მეთქი, ანუ ისი რაც დავფიქრდი რომ ის რელე თუ სტარტერის არის, ზამბოქს რო აღებდა, რატო იკრავდა მეთქი რა? და თუ იკრავდა, ესე იგი ამ პრაოდკაში მაგ პრობლემა არ რელი არის არასწორად მეთქი დაერთებული. ეხლა ვარ გადაუჭიროთ ვაფშე. მაგას მაგითო დავაბარე. ატუ იორკა. აგრას ამასაც ისიც ვიყიდე რელე. PWM-ზე გადავაწყობ, კონდიციონერიც ექნება. ერთი წრე უნდა დავარტყით. რო ავაწყობთ მე. არა, ეხა შეჭრე. რო ავაწყობ თუ გე 40 დაარტყე შეჭრე. ხო და ის არის რა ქვია, რადიატორის ქვედა სამაგრიც ვიყიდე, ბარემ მისადუღებელი რა, ქარხნული დავადულოთ. ეს რა ქვია, ყველაფერი ქარხნულად გავუკეთოთ, თავში ის საშუალებაც გვექნება რა. ეგეც დავითრიე. კონდიციონერის რადიატორის აი ეს სამაგრები, პეცი-პეციები და ყველაფერი ვაფშე რა. გქონდა ამას. ხო, ვაფშე ყველაფერი. თემო მართალი იყო. კიდე ერთხელ მადლობა თემოს აქედან. 4 და 300 რადიატორზეო კაროკის გამაგრილებელი გარედანაა აქო. 3 და 2 შიგნიდანო. ხო და ესა რა ქვია, არა მე მივედიქი ყველა რადიატორი ერთია თქო, იმიტომ რომ კატალოგში ვნახე და ყველა რადიატორი ერთია. არა, ხო ვიყავი ელიავაზე ერთხელ ყვილა ჩასული. ამაზე იყავი მაშინ? ვიყავი, ხო. და მეორე დღეს წავედი რომ ვნახე ეს რა იყო და ისე მოვიტანე. ოკეი, გასაგებია. დაჟე ის წავიღე ძველი შეჩევა. მაშინ რო ვაწყობდით, მაშინ იძახი შენ. კაროჩე, აქაც ეხა მოირეცხება, იმედია ეს ბაბინები წყლის დასხვით არ დაიბრიდება. პარკი გვინდა თავის ხამუთიანად ყველა ვარიანტში, ვარის ფილს გავუკეთოთ. კარგად ჩამოვრეცხოთ. კოლექტორსაც შევცვლი, სადა აქვს დახრეტილი? ქვევით აქვს დახრეტილი. რადგან ქვევით აქვს დახრეტილი, ცოტა მეტი წოლება მოგვიწევს, იმიტომ რომ ეს კოლექტორი რაც წამოვიღეთ, იმაზე ხო, ანუ გამის გადაწყობა რაღაცა უნდა ვცადოთ პატარა. პატარა ექსპერიმენტი გვექნება ჩასატარებელი. კი, დამდივად ვიზავთ. რაც ყველაზე მთავარია, იქოქება დადის. თან რა კარგად მუშაობს. ზეთი რო ჩაგვემატებინა, მაშინდელის არ იყოს. ანუ ურტყავს? ესეთი რო ჩააგდებ. არ სათქნა ეგრე. აკლია ამას კაროკაში. ხო. აგი იქ აქვს ჩასასხმელი და მე დიდგან ვიაკლიათ. ხო. შუპი ხო არა აქ, როგორ გავზომო? შუპი უნდა გავაკეთოთ. კაროკისთვის? ვინმეს რო ვეთხოვოთ? არა მგონი აქვს ის კონდეს. თემოს არ იქნება დავიჯერო? ხო. არა დამარტივად კეთდებაში ჩემ. როგორ? 60 მართული? 27 მმ. აი იცის იგზე რამდენია? იმაზე რა წელკაზე ეგროზომო. ხო, მაშინ ბაზარი არა გავაკეთოთ. კითხავ რომ ამომასხა ზედმეტი რო ჩავასხე ის მერე გავაკეთოთ. ოკეი, გავაკეთოთ, ბაზარი არა. ხო და კრილოები ჩვენი ცოცხალი გვაქვს? კი. ის პატარა ის რო აქვს? ხო, მაგას პატარა იმას იზოთ. კაროჩე, ეხლა გვინდა ჩვენ დისკები, ანუ ტექნიკურად რო გავმართავთ, დისკები, ბამპერები, სალონის შეკერვა უნდა. ხო, მოკლედ რა, ამ მანქანაზე გვაქვს საკმაოდ ბევრი რამე საკეთებელი. ანუ სალონია შესაკერი, შესაღებია, დასამუშავებელია გარედან, ბამპერები გვაქვს საშოვნელი, დისკები გვაქვს საშოვნელი. ადრე კი მოგწერა ვიღაცამ ამის ეს რო დავიწყეთ. ხო, რო გადავწყვიტეთ, რო გაგვეთამაშებინა ბამპერებთან დაკავშირებით, უბრალოდ მაშინ არავის არ ცხელოდა ამისთვის. და შესაბამისად არ შევიძინე მაშინ ეგ ბამპერები და ეხლა არ ვიცი საერთოდ ის ბამპერები არსებობს თუ არა. შესაბამისად, ანუ AMG-ის ბამპერები გვინდა, არა სრული აბოსი გვჭირდება, ბამპერები თავის პაროგებიან, საისკრიტებიანად. არ არესტის გვინდა. საჩაკუჩებია. მაგალითად, ბევრი ეგეთი რაღაც აქვს გასაკეთებელი. ვინმეს თუ რამე სურვილი გექნებათ ამ მანქანაზე რამის გაკეთების, მომწერეთ, უარზე არ დაგრჩებით. ზეაუნებით დავთანხმდები ნებისმიერ, ეს რა ქვია, შემოთავაზებას ამ მანქანაზე რამის გაკეთებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით სალონის შეკერვა მაინტერესებს. სალონი რა წინას კამერია გასაცოცხლებელი და აბიუკა მარჯვენა. ხო, სკამი უკანაც არ ვარ გა? სალონი ყოფილა მთლიანად შესაკერი. არ ვიცი. იხდება, თენგო. მოდი ეგ გასწორე. მოდი. მოდი იქ. გასწორე. მოდი. ჩამო.
რამდენი ხანი არ გაგვიძრევია მანქანა და თავისი რელეები რო დაუყენეთ ეგრევე დაიქოქა. ეს ხო Mercedes-ისა და BMW-ის შორის. ნატალია გამიგდება. Даже попутно тапку. ესე იგი, მოვაკადრე არ ვიცი აქ რა იყო. მაგრამ გამოგვივიდა ის, რომ Mercedes-ზე გაცილებით მეტი რაღაცა აღმოჩნდა გასაკეთებელი, ვიდრე მე მეგონა და ველოდი შესაბამისად. ვართ ამ მდგომარეობაში. აი ამ მდგომარეობაში. ეს არის ჩვენი მიღუნული კრონშტეინი, რომლის მაგიერას კრონშტეინი ვიყიდეთ. აი ეს. მაგრამ ნუ არც ეს არ არის საამაყო. ყოველ შემთხვევაში იმ ჩვენი იმპროვიზირებულ კრონშტეინს ნამდვილად ჯობია. ეხლა დავიწყეთ დაშლა და კიდე რაღაცები აღმოვაჩინეთ. ტრავერსი არის გაუბედურებული და ეს დღეს თემომ გვაჩუქა უღრმესი მადლობა თემოს კიდევ ერთხელ თემქას დაშლები ვინმე სამეთო დაგჭირდათ შეგიძლიათ მიაკითხოთ და ეხლა აღმოაჩინეთ აი ესეთი პრობლემა უბრალოდ ეხლა რა წინაზეც იყო ალბათ ეს პრობლემა უბრალოდ მე არ მახსოვდა აი ეს და მეორე მხარეს ზუსტად იგივენაირად დაუმარი ეს ადგილები თან დაღონული დაყრეცილი გაუბედურებული მოკლედ ამისგან კარგი არაფერი არ გამოვა ეხლა დაგვებადა ესეთი იდეა რომ აქვე გადავიყვანოთ ეს მანქანა რობოტზე თუ იქნება საშუალება თუ ეცლებათ და ასე შემდეგ მოვაჭროთ საერთოდ ცხვირი ანუ ლანჟერონები და მივაკეროთ სხვა ვიყიდოთ და მივაკეროთ წესიერი თავისი რადიატორის სამაგრიანად და ისე დავაყენოთ მე ტრავერსი რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგეს და დაკეცილი მიკეცილი მოკეცილი და გაუბედურებული არაფერი აღარ ქონდეს ამიტომ ეს ვიდეო მე მგონი ან ჩვენთვის გაიწელება ძალიან ან თქვენთვის ეხლა დახედეთ ქრონომეტრას თუ დაახლოებით 9 საათში მთავრდება ესე იგი მოვასწარეთ ყველაფრის გაკეთება თუ უფრო მალე მთავრდება ესე იგი ვერ მოვასწარეთ და მეორე ვიდეოც იქნება ესეთ გაუბედურებულ მდგომარეობაში აქაურება და ბარემ თუ ვაწყობ წესიურად ავაწყოთ კონდიციონერის ისიც საყიდელი მაქვს რა ქვია კომპრესორი იმიტომ რომ აღმოაჩინე რომ არ არის თან კონდიციონერის მილი ისეთი მაზუთიანია რომ მაგას რა გამორეცხავს მაგ სისტემას არ ვიცი და თან ცხოვრებაში არ გამომირეცხა კონდიციონერის სისტემა და არ ვიცი საერთოდ გამორეცხვა შესაძლებელი არის თუ არა თუმცა უნდა ვცადო აქედან ზეთიანია და იქ შინ რა ხდება შორტივო მამუზნაეთ ეს ერთი ცალი ტრუბკა გვაქვს კონდიციონერის მეორე ტრუბკა სავარაუდოდ ნასოსიდან გადმოდის პირდაპირ კომპრესორიდან უფრო სწორედ რო ვთქვათ პაპო აბა ერთი კარგად დაათვალიერე კრონშტეინის ადგილი მოტეხილი ხო არა კონდიციონერის კრონშტეინისა უკანასკნელში არა თელია ყველაფერი ოკეი აი კონდიციონერის დაყენებას თუ შევძლებთ წინ უნდა გქონდეს ეს ერთი ეგ ერთი აქ და მეორე წაგერა კი ბატონო აი კონდიციონერს ესეთ დავაყენებთ ღვედი დაგჭირდება სხვა კონდიციონერიანის და ესეთი არაფერი არ ხდება აქ ოკეი აი ესეც ჩამოსარეცხი გვაქვს წესიურად და რომ გავიყვანთ კაკრას დაშლილი რადგან არის შევძლებთ რომ ესეც ჩამოვარეცხოთ აი მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო თქვენთვის რამდენიმე წუთში დავრუნდებით ჩვენთვის ალბათ იმედი მაქვს რომ ხო წავედი მოკლედ დღეისთვის სულ ეს იყო. როგორც ჩანს, 200-ად ძალიან ბევრი რაღაც ჭირდება და ამ ბევრ რაღაცას ნელ-ნელა ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, თქვენც გაჩვენეთ. დავედოთ 200-ის შემდეგ ვიდეოებს და არ დაგვაუწყოს, რომ ეს ავტომობილი 100.000-ზე ერთ-ერთი თქვენგანის გახდება აუცილებლად. ანუ, როცა არხი 100.000-ზეავა, ეს ავტომობილი ერთ-ერთი თქვენგანის გახდება და მაგისთვის ვაწყობთ მაგ ავტომობილს, თორე მე მაგის გამკეთებელი არ ვიყავი. დროებით, დავედოთ შემდეგ საინტერესო ვიდეოებს.